ფინანსების რომ დიდ მართვაში ის ხილავი ბრძოლა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოულოდნელი ჩვენთვის და არაპროგნოზირებადი არ არის ეს ყველაფერი პროგნოზირებადია ყველაფერი თქვათ მეტნაკლებად მოსალოდნელია თუ გააჩნია ხა მეტნაკლები სიურპრიზები არის მაგრამ ასე თუ ისე განმემზადე და არა შევწუწუნდი ფსალმუნებში წერია ხო ანუ მზადა ვართ განზადებული ვართ უგაგებით რომ ზეცა ყოველთვის მზად არის უფალი ყოველთვის მზად არის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ჩვენ ვცდილობთ რომ თანა მზად ვიყოთ აკვრათ ხა არ გამოგდის შეიძლება იდეალურად მაგრამ ვცდილობთ თუ ხილავი ბრძოლებისას მზად ვიყოთ ну მზად ყოფი ადამიანი გაფრთხილებულია და გაფრთხილებული შეიარაღებულია შეიარაღებული ადამიანი სულიერი შეიარაღები რომელსაც პავლე მოციქული ჩავხედოთ ეპისტოლებში პავლე მოციქულისა სულიერ შეიარაღებაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობს სულიერ საჭურველზე რომელსაც უნდა აღვიჭუროთ ჩვენ ესეთი ადამიანი ადვილად დაცემადი არ არის და თუ დაეცემა ადვილად წამოდგომადია რაც ძალიან კარგია ამიტომ უფრო მეტი გამძლეობა უფრო მეტი დამკვირვებლის პოზიცია ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავს დავაკვირდეთ დამკვირვებელი არა რაღაც ეს ობზერვერი კი არა რაღაც არამედ დამკვირვებელი სულიერი რომელიც აკვირდები აბა რა გარგებს რა არ გარგებს რა არის იმის კარგი რა შეიძლება გავნოს სად არის გზა სიცოცხლის საითკენ მიემართება გზა სიკვდილის საით არის მარჯვენა შესასვლელი სად არის მარცხენა სადაც მიდის უფლისკენ გზა რომელიც საითკენ არ მიდის და სადაც მიდის გასაგებია ამიტომ უნდა კარგად გაარჩიო მარჯვენა და მარცხენა უნდა გაარჩიო კეთილი და ბოროტი უნდა გაარჩიო სათნო და ცოდვა და სათნოება უნდა გაარჩიო რა თქმა უნდა სუბუქი სულიერი ზეციური მატერიალურისაგან ბლაგვისაგან და უხეშისაგან ძალიან ფრთხილად რომ არ აგერიოს ერთმანეთს აი მე ამას ეს მაგონებს ერთ-ერთ იგავს როდესაც აბურდეს თეთრი და შავი ძაფები არის აბურდეს და დაახვიეს ესე და მისეს ქალბატონს სადაც აი ეს წარმოიდგინო და გამოარჩიეს ესენი აბა ერთმანეთს თეთრი ძაფი ცალკე დაახვია შავი ძაფი ცალკე დაახვია ეს ძალიან ძნელია ერთ წუთში იგი ამას ვერ გააკეთებს ჯერ უნდა დაშალოს გამოარჩიოს თვალები დაეღალოს ნერვები და მოთმინება და შრომა უნდა ამას რომ ქალბატონმა შეძლოს სულმა ადამიანის სულმა შეძლოს გამოარჩიოს ეს ერთმანეთთან არაერიოს თეთრი შავში არაერიოს ფერები ერთმანეთში არაერიოს თეთრის ფაქტურა შავის ფაქტურაში კეთილის ფაქტურა ბოროტის ფაქტურაში შეფუთული ბოროტი კეთილი არ ეგონოს და ემან არ აერიოს და არ მიიღოს ბოროტება სიკეთეთ და არ ცუნდეს ამიტომ ძალიან ფრთხილად სულიერი შეიარაღების მეშვეობით სულიერი ოპტიკით დააკვირდეს და გამოარჩიოს ერთმანეთს ასევე როდესაც მანდილოსანს გასარეცხი აქვს ჭურჭელი იგი ამ ჭურჭელს როცა დაბინძურდება ნაგავში კი აქვს და კი არ ამტვრებს ხო ამ ჭურჭელს გარეცხავს გაასუფთავებს გაამშალებს და კვლავ დადებს თავის ადგილზე რომ იგი კვლავ გამოყენებული იყოს ასევე ჩვენი სულიერი ძალები და ინსტრუმენტები ჩვენი სულიერი ცხოვრებისა როდესაც ჩვენი სულიერი სამოსელი ემოციონალური სამოსელი ხორციელი სამოსელი ვთქვათ დაბინძურდება ჩვენ მას ვრეცხავთ წმინდავთ სათნოდ ვაქცევთ ვიზიარებით და ზიარება შეეხება რა ბაგეთა ჩვენთან უჯდობთ ჩვენთან მოგიტევებს და ჩვენთან განსმენს და კვლავ განახლებული ძალებით რომელიც სულიერ სიმტკიცეს გონებას ანიჭებს საუცხოო ძალას გვაძლევს და განახლებას კვლავ ვაგრძელებთ ჯვარპირთველობით სიარულს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იწმინდება და ეს ყველაფერი წყლით ირეცხება ამ წყლით ირეცხება და იწმინდება მაგრამ ის წყალი ნაბან წყალს ბავშვს ნუ გადააყოლებო ნათქვამია ხო გაგიგია ბავშვს ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლებს თავარზე უნდა იფიქრო თავარზე უნდა კონცენტრირდე ძირითადზე უნდა კონცენტრირდე თავარი რაც არის შენთვის იმაზე ეს ერთი და მეორე ნაბანი წყალი არის მე ვარ ნაბან წყალს ნარეცხ წყალს აღარ სვამდა მას ასხამენ გამდინარე სუფთა ადგილასთან გამდინარე ვთქვათ ან სადმე სადაც ჯერ არის იქ ასხამენ ესეც უნდა ვიცოდეთ და
ვისაც ყური აქვს ისმინოს და ვისაც ანალოგიის უნარი აქვს და აქვს რა თქმა უნდა ჩვენ ბრალს გაიგოს, იმიტომ რომ როდესაც ნაბან წყალს გაუშვებ, გაარჩევ და სასმელი წყალი რომელია ამღვრეული წყალი, რომ ინტოქსიკაცია არ მიიღო, ასევე ჩვენც ყველაფერი ამ და შემოუშვა ჩვენს ორგანიზმში, ყველაფერი მარხვაც ეს არის, გაფილტრო, გაწმიდო, გამჭვირვალე გახადო შენი სული სამშვილდის სხეული მადლის მიღებისათვის. რათა მადლმა მოვიდეს მადლი, შეისისხლოს ეს მადლი ადამიანმა და ეს შესისხლოსებული მადლი გარდაიქმნას და უფრო უკეთესი გახდე, ვიდრე ხარ. უარესი კი არ უნდა გახდე, ვიდრე ხარ, ჯვარი გწერია, ხო? უფრო უკეთესი შეიძლება თანაბარ წრფივი მოძრაობით მცირედ წინ წავიდეთ, ვიდრე აჩქარებული ნახტომებით გაუგებარი მიმართულებით ვიდეთ. და არა, სწორად, მართლად მცირედი წინსვლა ჯობია აუჩქარებლად, ვიდრე თემის გადაადგილება საეპოტინო და ჯერ კიდევ კენჭები არ ქონდეს გაწეული. გაერკვეს, ჩამოყალიბდეთ სოფხედველობაში შესაში, სოფშეგზნებაში შესაში, რასაც ასევე მართლა გვეხმარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გულწრფელი, გულთბილი ხალხი, მლოცველნი, სულიერი სიმდიდრე, სულიერს ხალხს უწევს სიმდიდრისაკენ მისწრაფებული ადამიანები ამაში წარმატებას მიაღწევთ და გზა უფლის მიერ გახსნილს არავინ და ვერავინ ვერ შეგიშლით და ვერ შეგაგიბკოლეთ. რაშიც ყველას წარმატებას გისურვებთ. მადლი უცე ჩვენს იესო ქრისტეს სიტყვას თქვენ ყოველთა თანა ამინ. მიყვარხართ მოსავალში.